ილია ჭავჭავაძის ნაწარმოების აბსოლუტურად განსხვავებული ვერსია შესთავაზა მაყურებელს რეჟისორმა ვახტანგ ნიკოლავამ. სენაკის თეატრში მისულ პუბლიკას სპექტაკლის მსვლელობისას მხოლოდ რამდენჯერმე გაეღიმა. სცენაზე ძირითადად დრამა და ტრაგედია თამაშდება. განამე კი არა მაქვს გონი. შენცაგავს, მაგრამ კაცის გონებასთან. დედაკაცის გონება როგორ მე ვარავდი თუ მივხვდი რომ 40-ია. რომ არ იყოს 40? ლუარსაბი საკმაოდ ძლიერი, თავის თავში დარწმუნებული და შეძლებული თავადია. თავდაპირველად იგი შიშველ სხეულზე ხალათ მოსხმული ჩნდება. დარეჯანთან საუბრისას მაგიდიდან ხილს უდარდელად იღებს და ჭამს. ჩვენ გვყავს სამხატვრო ხელმძღვანელი და ამ სპექტაკლის რეჟისორი ვახტანგ ნიკოლავა. აი მისი თვალით დანახულია ეს ყველაფერი. მან შექმნა ეს. მე წარმოდგენა არ მქონდა ასეთი ლუარსაბი თუ არსად არ მინახავს. მაგრამ ამ თვალთა ხედვამ მიგვიყვანა ჩვენ იქამდე რომ აი ეს ლუარსაბი რაღაც სუფთა ილია ჭავჭავაძეს თვალიდან დანახულია. მე ბევრი ფილმები, სპექტაკლები, წიგნიდან წაკითხული რამოდენიმეჯერ მქონდა. აი ეს არ წარმომედგენა. არ იყო ეს ვერ გავითავისებდი ამას არასოდეს, მაგრამ იმდენი შრომა ჩაყარა ბატონმა ვახტანგმა, იმას ვენაცვალე. იმდენი შრომა გაწია და ისე ლაკონურად და მართალი სიტყვები წამოიღო ამ ლუარსაბისაგან. სიტყვა სიტყვით ყველა გაიშიფრა ეს სიტყვები და აი ესე დაიდგა ეს დიდი შრომა იყო რა თქმა უნდა დადებული და მადლობის მეტი მე არაფერი არ მეთქვეს. დათო! იმასთან ოქროები სამაპერტმელავანა მამავა. ტუილი. ეს ის თუ არა. ყველას უთხარი რომ ტუილი. ხელმწიფეს მომწერ. დავახტიო იმას ვინც იტყვის რომ ედმართალიაო. ვინც გუნებაში მაგას გვაიტარებს, გაიგე? გავიგე შენი ჭირიმე. გამამადას ვინ აფიქრებს? აი რაღაც გოგობიტები მიქარავენ შენი ჭირიმე. იმას ვინ დაუჯერებს? წვრილფეხობის სიტყვა რადასაჯერია, იქმედება და დაჩუნდება. ეგერეთიო. დათო ყველას უთხარი, ან რა კარგი იქნება თქვენთვის რომ ჩვენ არ აყვარდეთ. შენი მტერი ყოფილა, ჩვენ ვიქნებოდით შენი ჭირიმე. რაც არ უნდა იყოს, მამას ავით პატრონობ. დიახ შენი ჭირიმე. სწორად რომ მამა ბრძანდებით და ჩვენ შვილები ვართ. წარმოგიდგენია თქვენ 20 კომლე ოჯახი. ხო, ეს რამდენი კაცია ეს 20 კომლე ოჯახი, ეს გამოდის შენი 80 კაცი, ხო? მინიმუმ. ეხლა წარმოგიდგენიათ შენ ამ სახში დაიძინო, როცა შენ იცი რომ იქ ხალხმა შეიძლება მოილაპარაკოს და ჩაკუჩი ჩაგარ. რა ტიპი უნდა იყო? უნდა წარმოვიდგინოთ ეს ნაწარმოები ხო ყველაფერს ხო არ დაწერს ეხლა. გეუბნება რომ ამდენ ხალხს მართავს იქ. ცუდად კარგად, მაგრამ ამდენი ხალხი ცხოვრობს. თან ისინი ის ქალი დადის ყოველდღიურად და ამათ ტიტებს უქნევს, რომ რაღაცა ხდება იქ, რაღაცა. წარმოგიდგენიათ რა კაცი უნდა იყოს? იანჩები, მორგვენო მკლოვი ხარ, რა გარი მკლავი, მეზრე მწვალელი მოიტანა. მოიტანა. ტარხუნდა ხომ არის? გახლავს. კიდრით გახლავს. ეს სახლი ზავზე ყოფილა. როდის აჩვენებიათ ნაგური შენი ჭირიმე რომ ეხლა იყოს? ეგრე ჩიმოდათო. განათლება შეიძლება არა განათლება, მაგრამ იმას თავის მომენტალურად ხდება რა, ვის რაში არის, იმიტომ რომ დარეჯანის ხრიკებს ხო ხდება თვითონაც ხუმრობს, იუმორიც აქვს გადასარევი, ეს ხო იუმორია. სიბრიყვე ბუზებს ითვლიან თუ საქმე არ აქვს, ეს ხო იუმორია, ამ ადამიანის იუმორი. შეიძლება ცუდი იუმორი იყოს, მაგრამ ეს ამის იუმორი, ეს კი იუმორიც აქვს.
რახან ადამიანს იუმორი აქვს, ესე იგი მაგას რაღაცა სიბრძნეს გააჩნია. ლუარსაბს არც დარეჯანი ჩამოუვარდება. თავის ყლებს საქმეებს უგვარებს და ისინიც პატივისცემის და მორჩილების ნიშნად ხელზე კოცნია. მე გამოვალ მათი ქორწინების ისტორიიდან, მაგალითად, აი გარეთ ჩემთვის ძალიან ისეთი მთავარი რაღაც. როგორ მოატყუეს ლუარსაბი, როგორ შეაჩეჩეს დარეჯანი, ქალი, რომელიც მას არ მოწონდა და არ უნდოდა და როგორ გადაწყვიტა ამ ქალმაც ამ კაცთან ცხოვრება. დარეჯანმა ვინიცის რა არ გააკეთა იმისთვის, რომ მე რაღაცნაირად ეცხოვრათ. როგორ დაიწყეს თანაც ცხოვრება. როგორ არ მოსწონდათ ერთმანეთის რაღაცეები, როგორ ეჯიბრებიან ერთმანეთს, როგორ უნდა ქალს სხვანაირად გაასწოროს ყველაფერი, როგორ ცდილობს ლუარსაბი გამოაფხიზლოს, იმიტომ რომ კაცის საკეთებელს ქალი მაინც ვერ აკეთებს. ლუარსაბ ბაბალეს კამეჩი მეველეებს დაუმწყდებიან და გემუდარება გამოაშვებინენ. კამეჩიო. ხო, კამეჩი, აი ერთი გამააბრეშუმიც მოგარდა. მაშკა. დათო! ხალი და უსმაშოთ ხალი. ჩემი ნათლი დედის კამეჩი. თუმცა აქ ჩემის აზრით მცდელობაა იმის, რომ ქალმა გააკეთოს ეს. დარეჯანი აი ილუზიას ქმნის თითქოს და მთლად ილუზიასაც არა იმისა, რაც უნდა აკეთოს ლუარსაბმა. აი ლუარსაბის ხმაური სხვა არის, დარეჯანი სხვა არის და დღეს 21 საუკუნეში, როცა ქალი უკიდურესად ემანსიპირებულია, უკიდურესად მეომარია და გადარჩენისთვის მებრძოლია და საერთოდ ბევრი ოჯახი ქალის კისერზეა. მე მგონი ესეთი უბრალოდ მე არ ვიცი, ეგ უკვე მაყურებელმა უნდა განსაზღვროს, გამოვიდა თუ არა ესეთი დარეჯანი. ციხით მაგამიანო! კოსმოსში გადაკაცო! დედადელი სამიფოს! ტყუანი ხარ და არას ტყდები! შენ ხარ ტყუანი! დახე! პირველ მოქმედებაში დარეჯანის და ლუარსაბის ცხოვრება თითქოს უსიცოცხლოდ, უსიხარულოდ მიედინება. ერთმანეთს ძირითადად ეკიშპებიან. ბოზბაშისა და ჩიხირთმის სცენაში ეს დაპირისპირება იმდენად მძაფრდება, რომ დარეჯანი ლამის წყევლის მეუღლეს. ტყუანს გაუწყდეს! წმინდა გიორგის მოდლიდა! ნეკრესის ღვთისმშობელი! ხო, ვიტანთ ერთმანეთს, იმიტომ რომ ისინი უკმაყოფილოებენ, როგორც ყველა ცოლ-ქმარში არის რაღაცა, შენ ეს უნდა გააკეთო, აი მე ვუვლი, შენ ვერ უვლი. მერე იმან ის დემონსტრირებას აკეთებს იმისას, რომ აი მეც უვლი დათოსთან დამოკიდებულებაში. ეს მაინც თავადია, მამაკაცია და ხალხს არ გააბედინებს იმაზე, რაც უნდა. ახლა ის ჯობიეს არა, ეს ჯობიაო და ეუბნება, რომ ეს არის ეს ბოზბაში ჯობიაო ყველაფერს. შენ რაღაცას მეუბნებიო და ამაზე არის ეს ნერვები მოეშალა ამაზე. და შეიძლება ხელიც გაერტყა. აი დონემდე მიიყვანა, გააგიჟა. იმიტომ რომ უყვარს ბოზბაში რა ქნას. ეგ არის რა. მაგრამ აი მეორე მოქმედებიდან, როცა აი ეს რაღაც ეფემერული, რაღაცა დაუჯერებლის სჯერად, როცა მოდის ბიჭი და ეუბნება, რომ დაწყევლილი ხართ და უნდა რაღაცა გააკეთოთ, ისევ შვილზე იწყება ფიქრი და აი ეს ისევ აერთიანებს ქალს და კაცს. როგორ არ არის სიყვარული დარეჯანსა და ლუარსაბს შორის დიდი სიყვარული უყვარს. ეს როგორ შეირთო ხო მოატყუეს და ისე და სხვა გამოვაყოლდეს ხო? მაგრამ წამოიყვანა, რატომ წამოიყვანა? იმიტომ რომ აი რაღაცას მოერიდა ალბათ და ხელი შეაიქნია და წამოიყვანა. ნაძალადება წამოიყვანა, მაგრამ მე ორივე ერთი პროტოტიპია რა ფაქტიურად.
ლუარსაბიც ისეთია და დარეჯანის ერთი ხასიათია, ერთნაირად სუნთქავენ, ერთნაირად ჭამენ, ერთნაირად თამაშობენ და იცი აბა ხო და სიყვარული როგორ არ არის? არის. ამდენი ხანი ერთად 20 წელია ერთად ცხოვრობენ. ახლა შეხმატკილებულები არიან, მაგრამ კამათი და ის ყოველთვის მოდის, ახლა ეს მით უმეტეს თავადია და ქალწავზე არ დაიზვავს, სულ ზემოდან იმას უყურებს ყოველთვის. ეგ არის. შვილი უნდა გვეყოს. დავარო. ხომ სტიროდის ის მოდის. ო, დიროდი. მეც ხომ სტიროდი. შენ წასტიროდი. ტირილი კიდევ სიხარულის ნიშანი. სხვა სიხარული ჩვენ რა გვექნება თუ არა შვილის ყოლა. მას შვილი გვეყოლება და ჩვენი სიხარული ასე აგვიხდება. მართლა. ჩვენ გავაკეთეთ ესეთი რაღაცა, მე ვეცადე რომ როცა იმედი მოდის ადამიანში, აი სადამ იმედი არ არის, ну აი ეს ხდება რაც ხდება. როგორც კი მოდის რაღაცა პატარა იმედი შემოდის, ჩვენ ხედავთ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ოჯახი. ჩვენ მაინც ხედავთ ბედნიერ ხალხს, ბედნიერ ადამიანებს. აი თითქოს ვაძლევთ შანსს ამ პერსონაჟებს, რომ აი როგორები იქნებოდნენ ეს ხალხი, რომ ყველაფერი ის პრობლემა, რომელიც ამათ ჰქონდათ, რომ ეს არ ყოფილიყო ლუარსაბი როგორი ლაღი ხდება, ხო, რაღაც მომენტში, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი უნდა იმისთვის, რომ შვენიერი კაცი ხდება. იუმორით სავსე და კი რაღაცა ისეთი კვახი იუმორი აქვს, მაგრამ მაინც რაღაცა ცდილობს აი ეს მომენტი მინდოდა რომ იმედი უნდა კონდეს ადამიანს ყოველთვის. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს იმედი ეფემერულია ისეთი, მაგრამ ის რაღაცა ადამიანს აძლევს სიცოცხლის აი ეს კონტრასტი რაღაცნაირად ვეცადე რომ გამეკეთებია რა. ლამაზი სეულ სპექტაკლში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს მინიჭებული. იგი თითქმის არ გადის სცენიდან. ხშირად მიდის ნატურის ხესთან და კაბიდან მოხეული ქსოვილით თითო სურვილს უთქვამს. ჩვენ სპექტაკლში ლამაზი სეულს ძალიან უყვარს. ლუარსაბიც და რეჯანიც ის გულშემატკივრობს, გულის ტკივა. მას უნდა რომ დარეჯანს და ლუარსაბს ეყოლოთ შვილი და ეს ნატურის ხე ზუსტად ამაზეა, რომ ის ყოველ ჯერზე ნატრულობს, რომ ეს აუხდეთ ეს ოცნება, ეს სურვილი და ეს პერსონაჟი, ესე ვთქვათ, მათ ცხოვრებაში როგორ თქვა, მათ ცხოვრებას მიყვება, მათი ცხოვრები ცხოვრობს, ესე ვთქვათ, მათთვის. როგორც გითხარ, ისე მოიქეცითო. ლუარსაბს და დარეჯანს ზულთ დავითი და ელისაბედი და რა თქმა უნდა ლამაზი სეული, რომელიც როგორც ასე ვთქვათ არაფორმალური შვილი, მოდი ასე ვთქვათ, იმასაც აქვს ეს თანმოყვება. იმათ რაც ზულთ, ამაზეც აისახება, იმათ რაც უხარიათ, ამაზე ლამაზი სეულზე ისახება. აი ყველაფერი რაღაცა ერთ კავშირშია. ჩამჩაჩვის რომ დაღმაშვილი და უთოფა. იმისთვის ერთი აქიმი დედაკაცი მოუყვანია. იმ დედაკაცმა თურმე კითხაობაც იცისო. ხომ რა გდებავდა კითხიდა? რაც კაც გულში აქვს და შუბლზე დაწერია, ყველაფერს თურმე მაშინ ვერ შეიკო. შენს პირს შაქარ, ჩემო ლამაზი სეული. შენს პირს შაქარ. წადი და ახლა აქ მომიყვანე. უთხარი ფულს გაჩუქებე. დარეჯა, შერიჭირივე დარეჯა. დაბეჭავებული ახალგაზრდა ლამაზი სეული ხო გოგონაა, ხო? გოგო და პლასტიკაში გვინდოდა რომ ნაჩვენები იყო როგორი ცხოვრებაა ეს დაბეჭავებული, რთული, როგორია როგორ თქვა სახურობა, ხო?
აი ეს რაღაცა ყველაფერი ერთად ეს გულის ტკივილი ყველაფერი ეს ყველაფერი თან აქვს და ალბათ ამიტომ არის ესეთი პერსონაჟი. ახლა ლამაზისეული ჩვენ გამოვიყვანით პატარა გოგო არის თან. ეს პატარა გოგოა, რომელიც ნაადრევად დაბერებულია. მე ესე მგონია, რომ დღეს ჩვენ ხშირად ხვდებით ესეთ ბავშვებს. რაღაცა რთული ანუ ოჯახური სიტუაციიდან გამომდინარე, რაღაც სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე. ხვდებით რა ესეთ ბავშვებს რა. და აი ეს მინდოდა რომ გამომეყვანა, მაგრამ ამასთანავე ამას სიყვარული აქვს, ანუ უყვარს ეს პატრონები არიან ამათი. ამათი პატრონი ჭირდება, ლამაზისეულს ჭირდება პატრონი, იმიტომ რომ всё, მარტო დარჩა ის იმის მერე სავარაუდოდ მაგის ცხოვრება დაღლაშვილი იმისთვის მინდა რომ მართლაშვილი მყავდეს. ეს არანამიყვე. დავითის გამოჯავრებით. ის არ მინდა ჩემს მამულზე დგავახ. იმისი დარდი არ მინდა შევეჩინო თორე. ის შავრი რომ არ იყოს. ძალიანაც არ ვინახულებდი რომ შვილი არა ვყავ. ცოტანი არიან მოშვილობი განა. მე თუმაღაჩი ვიჯუნებო. თქვენი ძმობის სიყვარული, ვარხი ვარალალო, აფიშის ქვემოთ არსებულ ამ მინაწერშია გამოხატული ნაწარმოების ინტერპრეტაციის კონცეფცია და არსი. ძმებს შორის არსებული უნდობლობა, შეუწყნარებლობა და ქიშპია ლუარსაბ თათქარიძის ტრაგედიის ბიზესი. უკურთხეველ გულზე სასჭამს, ფერი ცვალობამდეს არ მოიცდის ხოლმე აღდგომა დღეს, მღვდელს არ მოუწდის რომ სოფრა უკურთხოს, ისე მივარდება ხორცეულს როგორც დათვი, ამისთანაც უნდია, ზიარებით ესიარება, მაგრამ რა გამოვიდა, სამით ემზადება მხოლოდ სამით, აბა ეგარა ზიარება, ეს ყველა იცი შედალოცვილო ღომერთდა, მაინც იმისკენ ახა. ყველაფერი წერია პირველივე ფურცლიდან და ბოლო ფურცელზეც ამას ყველაფერს წერს ილია. არაფერი არ მოგვიგონია. ის წერს, რომ ეს ამ ადამიანს აქ ყავს ყმები 20 კომი, უამრავი მიწა. ყავს უამრავი ურემი, 15 თვითონ ამბობს, მე ამატებს. ანუ ეს არ არის ოჯახი, რომელსაც უჭირს. კითხვა ჩდება კი, მაგრამ თუ ამას ფული არ აკლია, თუ ამას საჭმელი არ აკლია, მაშინ როგორი კაცია ეს, როგორი ადამიანი უნდა იყოს ეს, რატო ცხოვრობს ესე როგორც ცხოვრობს. მარტო სიზარმაცე არ არის ეს, იმიტომ რომ მე ესე მგონია რომ სიზარმაცე ძალიან ვიწრო თემაა ქართველებს, ჩვენ არა ვართ ზარმაცი ხალხი. შეიძლება მეშლება და შეიძლება ხმამაღალი ნათქვამი იქნება, მე ესე მგონია რომ აი ეს ნაწარმოები ადის უფრო დიდ პრობლემამდე, როცა ადამიანი ზიზღის გამო ერთმანეთის შურის გამო რაღაცა ცხოვრება გადააყოლეს თავის ბედნიერება გადააყოლეს. დაიღოცა შედის სამართლი. მართლა ერთი კიდევ დამავიწყო. ერთი მწევარი თავის თებში აჭირებს ხოლმე. ქრისტიანი კაცია. მე ხომ ამისთანაც არაფერს ამწოდა. რატომ ვიწვრები? იმისთვის რომ თელეთი წასვლაზე ჯოჯომანობა დავიწყე. აგი მაშინ მე მოვინარდიე. უფრო მეტად მის ამბავია ამოტივტივებული, აი შურიანობა, ძმა და ძმას შორის ქონების განაწილება, ეს ხო დღევანდელ დღეში ხო ხდება ასეთი რაღაცები, ძმას რაღაცებს ვერ უყურს. აი ესეთი ის არის ეს და აი
რა ვიცი, მე მგონი თვითონ თავში დარწმუნებული არის ეს ლუარსაბი, რომ ეს მართალია კაცო. იმიტომ რომ ძმაც არ უნდა მოექცეს ისე, მაგრამ თვითონაც აი ამან დაღუპა ეს თვითონ ლუარსაბი. ამან მოკლა ეს, ამ დარდმა მოკლა. არ უნდა იყოს ასეთი შიორიანობა, არ უნდა ძმებს შორის ეს არ უნდა მოხდეს. ეგ არის და ეგ მეტი არაფერი. ეს არის ადამიანის რაღაცა ჩადებულია და ამას ვერავინ გარდა იშვიათი გამონაკლისებისა თითქმის ყველა ადამიანი ასე ფიქრობს და რაღაც თითქოს დანიშნულება ეს არის რომ მე შვილმა შთამომავლობა იმათთვის ემეტება ეს ყველაფერი მაგრამ ძმისთვის არ ემეტება ну აქ არის ბევრი ისეთი მომენტია აქ არის ადამიანური არასრულფასოვნების შეგრძნება არის აქ არის შური იმისა რომ ძმას ყავს შვილიც მუშაობს ამას არ შეუძლია ალბათ თვითონაც ვერ ხვდება რატომ არ შეუძლია რატომ არ აკეთებს დავითი არის და გავახარ მე ხოლმე დავითს უნდა შეეჩეს ის სიტყვები უნდა ჩვენ მამულ დედულზე გავახარ დარეჯანი შენი ტირი აი თოგი პარტე ერთივაიშვილი შოვე დავითის გამოჯავრები და მაინც შოვე რომ სხვა არა იყოს რა ოღონდ ისი ჯავრი ამამაყრები და მე უნდა შენი დედაკაცო მიჩირივე თუ გიყვარდე შობა შენი ნუ მოუკვდები ჩემს თავსა შობამ თუ აგრი წუხალსის მარში ცოდვა დიდია როცა შენ ვერ პატიებ ადამიანს როცა შენ შიგნით დაგაქ შუღლი ბოღმა შური აი ეს ცოდვა მე ესე მგონია რომელიც გიბიძგებს რაღაცა მოქმედებისკენ რომ სხვა ადამიანს რაღაცა დაუშავო ან გაუფუჭო აი ეს ცოდვაა და ჩვენ ესეც გვაქვს აწყობილი ნახეთ აი სიზმარი მაგალითად სიზმარი როცა ის ყვირის რომ მაშინ თავდება ყველაფერი ზუსტად ილიას ეგრე უწერია ანუ ილია გაძლევს სიზმარს რომ შენ მიხვდე რომ მე იმიტომ კი არ ახარ შენ ცოდვილიო რომ შენ იქ არ იქ ეგრევე სიზმარი მობრუნდა და გამოვიდა ორსული როგორც კი დაიყვირა ამან რომ ძმას მოკვდა თვითონ ну გითხრა ილიამ აი ამის გამო არის რომ ის იჯება აი ეს ყველაფერი რაც ჭირს ამის გამო არის რომ ძმას ვერ პატიობს ვერც ის ვერ პატიობს ვერც ეს ვერ პატიობს და ცოლიც გადააყოლა მშობიარი გააჩინი წერია მან ეს ყველაფერი მართლა ტირილი ხომ სიხარულის ნიშანი უთუოდ ეგრე აგექნება აი ვენასვალე სულში სიზმარსა თვალი არ დაუდგება დავითსა თეფულს აბაეხლა ჩამოულის აი ღმერთო შენიცი ეხლა შენიცი